Ჯობა, ანუ ეხა ბევრი რამ ითქვა, ჩემზე უფრო კომპეტენტური ხალხისგან რაღაც სამართლებრივ კონტექსტებზე, მაგრამ მე მინდა დალაგებული არ მაქვს ტექსტი, მაგრამ მოკლედ ვთქვათ, საერთოდ რას ნიშნავს ლგბტ ადამიანის დგომა აქციაზე, იმიტომ რომ მე ეხა როცა ვიყურები, არც ერთი ჩემი გეი ნაცნობი, არც ერთი აქ არ დგას და ეს ადამიანები ვერ გამოდიან აქციაზე. იმალებიან, ეშინიათ, საერთოდ იმასაც ვფიქრობდი, ბოლო დღეებში რამდენად აქვს აზრი ესეთ ემოციურ თემებზე საუბარს საზოგადოებასთან, რომელიც ჩვენ ნახეთ აქციაზე ვიდეოებს აზიარებდნენ ფემინური ბიჭების და მათ დასილონდნენ ქცევებზე, სამოსზე, ანუ საზოგადოება რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს რა სიტყვიან ეს ადამიანები, აზრს არ ატანენ საერთოდ მათ სიტყვებს. ხო და მე არანაირი პრინციპში რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს ამ ინსტიტუციებისაგან, არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ლგბტ ადამიანებს საქართველოში, არც სკოლის მასწავლებელთა მხრიდან დაუშვათ, არც ეკლესიის, არც ერთი ჯგუფი არ არის, ვინც ლგბტ ადამიანებს ხარს დაუჭერს და როდესაც ისინი ჩამოდიან დაუშვათ რეგიონებიდან, საერთოდ ზედმეტია საუბარი მათ მდგომარეობაზე რეგიონში, როდესაც ისინი ჩამოდიან თბილისში, რჩებიან სრულიად მარტო, სრულიად დაუცველები და მე მინდა მოუწოდო იმ ადამიანებს, მეგობრებს, მათ შორის ლგბტ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რომ აქ არაფერი არ არის საშიში და წარმოგიდგენთ ჩვენ 2018 წელს გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ლგბტ ადამიანები არ არიან საშიშები, რომ ისინი ვერაფერს ვერ გადასდებენ ერთმანეთს, ანუ მე არ ვიცი თქვენ რა გარემოცვაში ცხოვრობთ, მაგრამ ძირითადად ჩვენს ქვეყანაში, პერიფერიებში, რეგიონებში ამ დონეზე მიდის საუბარი და ესა ძალიან სამწუხარო და მე ხა ვუყურებ ამ ადამიანებს და როდესაც სახავენ ორ ჯგუფად ფაშისტებსა და იმ ჯგუფს, ვინც ჩვენ არ ვგავართ, ესა ყოველ წარმოვიდგენთ, რომ ეს სულაც არ არის ორი ჯგუფი და აქ არის ძალიან მარტივად საქმე, რომ ეს ადამიანები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, ვინც არ ვგავართ და ვინც არ ვგავართ, ხოლო ის მხარე, რომელიც მეორე ადგილას დგას, ის არის უკიდურესად საშიში ჩვენი საზოგადოებისთვის და სახელმწიფო უნდა იზრუნოს, რომ ამ ადამიანებს არ მიეცეთ შესაძლებლობა გამოხატონ ისე თავიანთი თავი, როგორც გამოხატავენ. და ბოლოს მე მინდა მოუწოდო ყველა ლგბტ ადამიანს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომ ნუ შეეშინდებათ საკუთარი თავის, საკუთარი სექსუალობის, საკუთარი სიყვარულის, არაფრის შიშით, არც ღმერთის შიშით და არავის შიშით და არავის კრძალვით, იმიტომ რომ არავინ არასოდეს არც ერთ კულტურაში არ კრძალავდა სიყვარულს და სიყვარული არის სიყვარული. ყოველთვის და ყველგან. Ცადავთ ინციდენტი მოხდა აქ, ერთ-ერთ გამომსვლელს ხელით შეეხო უცნობი მამაკაცი, რომელიც გაიქცა. გამოდით აქ. მათ გაეკიდნენ პოლიციელები. გითარება დაიძაბა ამ დრომდე აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სანამ ერთ-ერთ გამომსვლელს ყოველდღე თავს არ დაესხა უცნობი მამაკაცი. ჩვენ მივყვებით მოვლენებს.